სამამშვიდობის პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა. მთავარი მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. ქუთაისი გვირილობას, იგივე ორმაისობას, ქუთაის ქალაქობას აღნიშნავს. ყველას გილოცავთ ძვირფასო ქუთაისელებო დღევანდელ დღესასწაულს. ტრადიციისამებრ ღონისძიებები დღეს დილის 9 საათზე ბაგრატის ტაძრიდან ზარების რეკვით და დალოცვით დაიწყო. და რა თქმა უნდა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ნახეთ მასალა. ყოფილიყავ 30 წლის მანძილზე პირველად ჩამოვედი ქუთაისში. საზღვარგარეთ ამერიკაში ვცხოვრობ და ძალიან ბედნიერი ვარ. დღევანდელი დღისთვის დავრჩი სპეციალურად. სულ გახარებული მეყოლეთ და სულ how I can say be happy guys. დღევანდელი დღე ნიშნავს სიყვარულს ქალაქისადმი და ერთმანეთისადმი. გვიხარია ერთად ყოფნა მომავალშიც ღმერთმა ინებოს მშვიდობიან ცაზე, მშვიდობიანი ცის ქვეშ გვირილობა აგვეღნიშნოს. გილოცავთ დღევანდელ დღეს ქუთაისობას, გვირილობას, მრავალს დაესწრით. მშვიდობიან საქართველოში გვეცხოვროს. მე სტუმარი ვარ, გილოცავთ კახეთიდან. გილოცავთ ქუთაისობას, ძალიან მომწონს, ყველაფერი კარგია. გილოცავთ, ძალიან გვიხარია, ძალიან გავერთეთ. ყველაფერი ლამაზია, ყველაფერი კარგია, ხალხს უხარია. ძალიან კარგია. გილოცავთ, მრავალ დაგვასწროს ღმერთმა. გაიხარეთ ყველამ, გაიხაროს თელმა საქართველომ და შვიდობა და ყველაფერი სიკეთე გქონებოდეს. რას ნიშნავს თქვენთვის იყო ქუთაისი? სიყვარულს. დიდ სიყვარულს. მომავალში. პირველში რამდენადაც ვიცი ამ ქალაქისა და მთელი ისტორია მე მინდა რომ იყოს ძალიან ძლიერი სისულთაო და რაც მთავარია თითოეულმა ადამიანმა ამას ვარც პრეზიდენტი ჭირდება არც მერია ყველამ თავისი წილი შეიტანოს მის დასრულებაში მის სიყვარულში და ყველაფერი გაავიძიო და იყოს კეთილი რა კულტურაში. ქუთაისი განსაკუთრებული ქალაქი არის საქართველოში და ყველა ქართველი ქუთაისთვის როგორც მამაქალაქად და კარგი დღეს ვისურვებთ.
მართალს დღევანდელ დღეს მრავალს დაესწარით ტკბილი გაზაფხული ქონებოდეს ჯანმრთელობა და კარგად ყოფნობა გვირილები კარგი ყვავილია და დღეს არის გვირილობა ყველა ბევრს დაესწარით და კარგად იყავით დედი გაიხარეთ სულ მე მიყვარს შრომა და მიყვარს გვირილები და მიყვარს ქუთაისი და ყველაფერი თავი პირდაპირ ეთერში მუშაობას დღის სხვა ამბებით აგრძელებს. ქუთაისის ცენტრალური პარკის ბულვარის რეაბილიტაცია ივნისის მეორე ნახევარში დასრულდება. ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ამ დროისათვის შესრულებულია პროექტით დაგეგმილი სამუშაოების 90%. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნით პროექტს დაემატა ახალი კომპონენტები, პარკის სამხრეთ და აღმოსავლეთ მხარეს საფეხმავლო ბილიკების განახლება და ნიკო ნიკოლაძის ბიუსტისთვის სპეციალური სივრცის მოწყობა. აღნიშნული ცვლილებების გამო სამუშაოების დასრულების ვადა გახანგრძლივდა და პარკი განახლებული სახით ივნისის მეორე ნახევარში გაიხსნება. ამ დროისათვის ქუთაისის ცენტრალურ პარკში უკვე დასრულებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განახლება, სადრენაჟე და ავტომატური სარწყავის სისტემის მოწყობა, ენერგოეფექტური განათების ბოძების მონტაჟი, შადრევნების განახლება და ახალის მოწყობა, ბილიკებისა და ბორდიურების მოპირკეთება, ისტორიული კოლონადების და ინფრასტრუქტურის რესტავრაცია, მედიათეკის მოწყობა და დამატებითი გამწვანება, დენდროლოგიური პროექტის შესაბამისად. ასევე პარკის ქვედა ნაწილში უკვე შეიქმნა ახალი რეკრეაციული ზონა, ბარდების ხეივანი. ქუთაისის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. დღის სხვა ამბებით განმაგრძობთ მუშაობას სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 არასრულწლოვანი ბავშვის მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედებისთვის 40 წლის მამაკაცი ამხილა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჩატარებული გამოძიებით პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის და გარყვნილი ქმედების 5 ფაქტი გამოავლინა და ქალაქ თბილისში მცხოვრები 40 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ გამიზნულად შექმნა Facebook და Instagram ყალბი ანგარიშები, რომელთა მეშვეობითაც სისტემატურად უკავშირდებოდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ 14 წლამდე ასაკის გოგონებს. ეცნობოდა მათ სხვადასხვა სახელით, უმალავდა საკუთარ ასაკს, ვინაობას, უგზავნიდა პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო, ვიდეო მასალას და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა. გამოძიებამ პედოფილიაში მხილებული ბრალდებულის 5 დანაშაულებრივი ეპიზოდი გამოავლინა. კერძოდ ბრალდებული Facebook Messenger-ის ყალბი პროფილის მეშვეობით თავდაპირველად ქალაქ ზუგდიდში მცხოვრებ 14 წლის გოგონას დაუკავშირდა, ხოლო შემდეგ ქალაქ სენაკში მცხოვრებ ასევე 14 წლის ბავშვს. ბრალდებული დაზარალებულ ბავშვებს პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო მასალას უგზავნიდა და სექსუალურ საკითხებზე ესაუბრებოდა, რის შემდეგაც მან არასრულწლოვანი გოგონა იძულებით გააშიშლა და შიშველის სხეულის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის გადაგზავნა აიძულა. ბრალდებული ანალოგიური მეთოდებით ასევე დაუკავშირდა გორის რაიონში მცხოვრებ 11 წლის და თბილისში მცხოვრებ 12 წლის გოგონებს, რომელთაც პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა და ასევე ინტიმურ საკითხებზე ესაუბრებოდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავა 2025 წლის 1 მაისს. საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილებით მამაკაც ბრალდება პედოფილიის, ასევე გარყვნილი ქმედების 5 ეპიზოდზე წარედგინა. დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Qalbuli 40 წლის ბრალდებული Facebook-ისა და Instagram-ის ყალბი გვერდების მეშვეობით 14 წლამდე ბავშვს უკავშირდებოდა. უმალავდა საკუთარ ასაკს და ვინაობას, წერდა სექსუალურ შინაარსის მესენჯერს და პორნოგრაფიულ ფოტო და ვიდეო მასალას უგზავნიდა. ჩხერის შედეგად აღმოჩენილია მიმოწერები ათეულობით არასრულწლოვანთან და ნანახია პორნოგრაფიული და ინტიმური შინაარსის ფოტო და ვიდეო მასალა, რომლებსაც ბრალდებული წლების განმავლობაში უკანონოდ მოიპოვებდა. პედოფილიაში მხილებული ბრალდებული დაკავებულია. მამაკაც ბრალდება პედოფილიის, ასევე გარყვნილი ქმედების 5 ეპიზოდზე წარედგინა.
დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კიდევ ერთი მასალა, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების ოპერატიული და საგამოძიებო სამმართველოების თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და ავტომობილების ჩღრეკისას, ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით 50 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება მეთადონი ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ელექტროსასწორი და გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები. როგორ აღინიშნებოდა ადრე გვირილობა, იგივე 2 მაისობის დღესასწაული, სავარდო და 3 მაისო ქუთაისში და როგორ აღინიშნა დღეს და ზოგადად როგორ აღნიშნავთ 21 საუკუნეში ქუთაისელებისთვის ამ ყველაზე მეტად საყვარელ დღესასწაულს. ჩვენი გადაცემის სტუმარია და შეკითხვებზე ასევე ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ქუთაისელი კოტე ჭარხალაშვილი პასუხობს. მოგესალმებით, ბატონო კოტე. მოგესალმებით. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდით და ხართ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. მადლობა მოწვევისათვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს უამრავი და ბედნიერი 2 მაისობა აღენიშნოს ჩვენ ქალაქს და რა თქმა უნდა უკეთეს პირობებში და რა თქმა უნდა უფრო მეტ ქუთაისელთან ერთად. გილოცავთ შემოძვირფასება. ბატონო კოტე, სანამ კითხვებზე და მთავარ კითხვებზე გადავალთ, მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრება როგორც ერთი რიგითი ქუთაისელისა. ღონისძიებები, რომელიც ქალაქის ბიუჯეტით იმართება ქუთაისში და ტარდება 2 მაისობის დღესასწაულზე, გულის წყვეტას იწვევს იმ ადამიანებში, თუ ეს შაბათკვირა არ დაემთხვა, რომლებიც სამუშაოების გამო ვერ ახერხებენ ღონისძიებაზე მისვლას და თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა ამ 3500 წლიანი ქალაქის დღესასწაული და 2 მაისობა ქუთაისელობა, ქუთაის ქალაქობა, დასვენების დღეები, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, მეტმა ოჯახმა მოახერხოს გამოსვლა და დატკბეს იმ დღესასწაულით, რომელიც ჩვენ ქალაქს ეკუთვნის. დიდი მადლობა. 2 მაისობა არის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი თბილი, ტკბილი, საყვარელი დღესასწაული ქუთაისში. ყოველთვის აღნიშნავდით და სხვათა შორის ყოველ წელიწადს კონცეფცია ამ ჩატარებისა იცვლებოდა. ის რომ დასვენების დღე უნდა იყოს, ვერ წარმომიდგენია ხო დღეს ადამიანი ბავშვი ახალგაზრდა იჯდეს სკოლაში და არ იღებდეს მონაწილეობას ამ დღესასწაულზე. მე მგონია ქუთაისი არის იმის ღირსი, რომ 2 მაისობა, 2 მაისს ეს ყველაფერი აღნიშნოს ყველამ ერთად. ეს აუცილებელი რამაა. მეორე საკითხია თვითონ კონცეპტუალურად. რანაირადაც არ უნდა ჩატარდეს 2 მაისობა ქუთაისში, ის ყოველთვის ლამაზია. ეხლა მე მახსენდება დღეში როცა ვაკეთებდით ამ ღონისძიებას, მთელი ქალაქი მუხრანის დღეში ხან ერთ მხარეს ვიყავით, ხან მეორე მხარეს ვიყავით, ვარჩევდით იმის დამიხედვით რა უნდა ყოფილიყო ამ დღეში წარმოდგენილი. მაშინ მოვატირდა თანხები ძალიან ჭირდა, ამიტომ ჩვენი ენთუზიაზმი მუშაობდა ამ შემთხვევაში ყველაზე უფრო მეტად აი ახალგაზრდები, რომლებიც წარმოება დაწესებულებებში მუშაობდნენ. რამოდენიმე სცენა იმართებოდა, დიდი სცენა და კონცერტი და დოღი. ცხენის და დოღის განსაკუთრებით ეს არ მთავრდებოდა. უფრო დიდი ღონისძიებები ტარდებოდა ცოტა ჩემს მოსწავლეობის დროს, ყვავილების დღესასწაულიც იყო ქუთაისში და ასე შემდეგ. ქალაქს უყვარს ეს და უხდება ქუთაისს სხვათა შორის ასეთი რამ. მაგრამ როდესაც კონცეფციაში მეორდება ეს ყველაფერი, ახალი თაობისთვის ეს ახალია, მაგრამ რაში მდგომარეობს კონცეფცია, ის რასაც საუბრობდით და საუბრობთ, რომ ეს არ უნდა იყოს მარტო ქუთაისელებისათვის და ეს არ უნდა იყოს ერთი შემოსაზღვრული რაღაც. ძალიან ბევრი ვიმოგზაურე. წარმოიდგინეთ ახლა ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი 1000-ნაირი ფესტივალი მინახავს ჩვენ ჩაგვიტარებია, აი თუ არსებობდა ასეთი თევზის ფესტივალი. დალინა ბარიჩი არის პოლონეთში
აშობენ ძალიან დიდ ტბებს და ასეულობით ტონა თევზი ამოყავთ იქ. სადღაც სექტემბერი, ოქტომბერი და იქ ტარდება თევზის ფესტივალი, თევზი უნდა მიხვიდე იქ, უნდა იყიდო. სხვაგან არ მიაქვთ ეს თევზი და მთელი ევროპა არის ჩასეული 2-3 კვირა გრძელდება ეს ფესტივალი და აქ არ არის მარტო საუბარი იქ მარტო თევზს არ ჭამენ გასაგებია. ანუ ტურისტული კუთხით შეიძლება უფრო მეტად ზუსტად ეგ არის. საქმე ის არის რომ ჩვენ მივეჩვიეთ. ყველგან ტარდება დღეები. თერჯოლის დღე, თერჯოლობა, წყალტუბო, შესანიშნავად აკეთებენ ჭიათურაში, აი იმერეთი თუ გინდა ნახო, იქ უნდა ახვიდე, თერჯოლაში უნდა ახვიდე, ხარაგაულში, ბაღდათელები, ხო, აი წარმოუდგენელი პეწის ხალხია იმერელი კაცი და მე ვეუბნები კაცო, დღეს დავინახე რამოდენიმე უცხოელი, მაგრამ ეს არ იყო მოწეული ხალხი სპეციალურად ამისათვის. ტურისტები იყვნენ. აურაცხელი ხალხი ჩამოდის ამ თევზის ფესტივალის გზაზე. რა თქმა უნდა, იმათი კობრი, როცა მე ხმარტალა კალმახი მყავს აგერ და თუ თევზის ფესტივალზე მიდგება საქმე, ზღვა რაღაც საოცრებებია საქართველოში. როდესაც ტარდება ასეთი რამ, ღონისძიება იგეგმება წლებით ადრე. თელმა მსოფლიო მიცის, რომ აი ამ რიცხვში ზუსტად ამ რიცხვში რო დაიქცეს ქვეყანა, მაინც ამ რიცხვში ჩატარდება ეს. სადაც თქვენ ნახავთ ამას, იქნება ფესტივალი, კონცერტი, სასტუმროები. სავსეა პოლონეთის ვროცლავის ვოევოდსტვა, ეგა სარდაფს ვერ ნახავ თავისუფალს. ჩამოდიან, აწობენ პიკნიკს, ან ისვენებენ კვირების განმავლობაში და ჩამოსული სტუმრებიდან მიღებული თანხა გზას იკვლევს ყველა ოჯახში და ყველაზე მთავარი რაშია ახლა ცნობადობა იზრდება. ქუთაისი ახლა ჩვენ მიგვაჩნია რომ არის ტურისტული ქალაქი. ძალიან ბევრი ვიშრომეთ, ჩავაქციეთ ჩვენი ჯანმრთელობა, ჩვენი ახალგაზრდობა იმაში რომ გავსულიყავით საერთაშორისო გამოფენაზე. გაგვეტანა ეს ყველაფერი. როგორც კი მოვთხოვე რაიონებს, რომ აი მითხარით რომელ რიცხვში ჩატარდება ხარაგაულში, ამ თერჯოლაში. მაგი ბატონო კოტე, მე გვიან გვეცოდინება. შენ კი გეცოდინება გვიან, მაგრამ ის ვინც მინდა რომ ჩამოვიდეს, იმან ზუსტად უნდა იცოდეს, ბილეთი უნდა იყიდოს, მთელი წლით ადრე უნდა ტურიზმს თავისი წესები აქვს. ნებისმიერ ოჯახს თავისი წესი აქვს, ის არ ახდება. ეხლა და არიქა ქუთაისში ტარდება ორმაისობა ასეთი რამე არ ხდება, აი მე ეს მაკლია ძალიან მინდა. მე მინდა ქუთაისში დაბრუნდეს ის ღონისძიებები, რასაც საქალაქო კარნავალი იყო. თუნდაც აი ორმაისობის ეგიდით ჩატარდეს ეს ფესტივალები, რომელსაც ჩვენ ვატარებდით. მე მახსოვს, რომ არც თუ ისე შორეულ წარსულში იუნესკოს ეგიდით მგონი საფრანგეთში ჩატარდა დღეები. ხო, აი ორმაისობასთან დაკავშირებით. ჩატარდა, აქედან დიდი დელეგაცია იყო წასული. იქ ძალიან შესანიშნავი მიღება, მე არ ყოფილვარ მართალია, მაგრამ ჩემი ქალიშვილი მონაწილეობდა ამ ღონისძიებებში და მაქსიმალურად რაც კი შეიძლება ინფორმაცია მქონდეს. აი ეს და კიდევ ასეთი ძალიან ბევრი რამ. ყოველთვის ვერ ხვერწებოდი სულ ყველას. სულ არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ახლა ეს თავრობა, ქართველებია სულ ყველა. ოღონდ ჭკუას ნუასწავ, ოღონდ ნუდარიგებ. იყავი შენთვის გვერდზე, აი არაფერში არ მინდა, არ მაინტერესებს, რატო არ გაინტერესებს კაცო? მე ერთი რამდენჯერ ვარ ნაყოფი მარტო ხარკოვში საერთაშორისო ფორუმზე. დიახ. ხარკოვი, რომელსაც წყალი არა აქვს და დელფინარიუმი გახსნა, ესე ყოველ წელიწადს ხარკოვს ემატებოდა რაღაც საოცარი ატრაქცია და აი მე დედა გული მიკვდება. და ამ ხალხმა გააკეთა ის, რომ ხარკოვი დღეს რეალურად არის ის, რაც არის ჩიკაგო შეერთებულ შტატებში. იქაც არ ნაყოფი. ბატონო, მე მაინტერესებს, როგორი იყო ადრე ეს დღესასწაულები, როდესაც ქალაქში უფრო მეტი ადამიანი იყო, კონკრეტულად მეტი ქუთაისელი იყო, იმიტომ რომ უკვე წლებია ჩვენი ქალაქიდან გადის მოსახლეობა ოჯახების შესანახად უცხოეთში, საშუალება რომ არ არსებობს სხვა თავის რჩენის და კი იყო დღეს ხმაურიანი ვთქვათ და ხალხმრავალი ისეთი მაინც არის. ისეთი არ იყო. ეხლა მე გეტყვით რა შეა საქმე.
ის ეპოქა იყო თვითშემოქმედების ეპოქა. ხო ეხლა ბავშვები გამოვიდნენ იმღერეს და ძალიან ლამაზები იყვნენ. ისეთი რაღაცები აღმოაჩინე, გამიხარდა უბრალოდ მესიამონა. ქალაქის ცენტრში მარტო 4 კუთხეში 4 დიდი სცენა იდგა. და ეს სცენა მთელი ღამე მუშაობდა. კოლექტივი კოლექტივს სულიდა. და ეხლა მაშინ საწარმოო დაწესებულებას რომ ამბობთ, ეხლა ადვილი სათქმელია, წარმოება საერთოდ აღარ არის ქუთაისში უკვე დიდი ხანი. სამეცნიერო დაწესებულებაზე აღარ ლაპარაკი. ყველას ყავდა თავისი გუნდი, ყველას ყავდა თავისი სახალხო თეატრი, ქორეოგრაფიაზე აღარ ლაპარაკობ, ორკესტრი და აი ეს ხალხი ავსებდა ამ სცენას, ადგილი არ რჩებოდა, უბრალოდ ვინმეს რომ მოენდომებია, რომ აი მეც მინდა მივიღო მონაწილეობა, ადგილი არ იყო, იმიტომ რომ 5-6 საათი გრძელდებოდა უწყვეტად 4-ვე სცენაზე, ამას ემატებოდა დრამატულ თეატრში შიგნით კონცერტი და მაშინ ახლა ოპერის თეატრია და იქ მაშინ ფილარმონიას ვეძახდით ჩვენ, საკონცერტო დარბაზი იყო პატარა. იქაც ერთი ამბავი იყო, დუღდა ქალაქი. და ეხლა რო გავიარე აქ თეატრიდან და ეს ამდენი ხალხი დავინახე, უცებ აი ასოცირება მოახდინა იმ ძველმა ბავშვობის როცა ჩვენ ამ ღონისძიებებს ვატარებდით და საქალაქო კარნავალი იყო და მთელი ქუთაისი კი არა, მთელი საქართველო იყო ჩამოსული. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე. იმაზე კი არა, რომ როდის ჩამოივლის უფროსობა, რომ დავანახოთ სუფრაზე ხაჭაპური როა, მე ნახევარსაათში ვაფერი აღარ არის. არა, ეს უნდა იყოს ზეიმი ყველასათვის. აბა როგორ შეიძლებოდა დღეს სამუშაო დღე ყოფილიყო და ბავშვების სკოლაში გაგეჩერებია. მაინც ყველა გარეთ იყო რეალურად, ხო? მაგრამ ყველა არ იყო. ყველა არ გამოუშვეს მუშაობდა ხო, ვერ პედაგოგმა რა დააფშავა კაცო. ოქროს ჩარდახში შევედი. ხალხი არა ხარ. მინდოდა მეკითხა თქვენთვის. ხალხი არა ხარ. მოგეწონათ რეაბილიტაცია. რა უნდა მომეწონოს? სამეფო სასახლე ქვია იმას ხრიჭოები როა. იატაკზე და ქვით რიონი მოჩუხჩუხებს და დაუმთავრებელი და ცარიელი დარბაზები. ამიხსენით კაცო, რა ჭყვას ვემსახურებით საერთოდ ამ ქალაქში. დღეს ის უნდა ყოფილიყო გაბრწყინებული, როგორც მუზეუმი. მუზეუმი, ვისი მუზეუმი? ჯო, სოლომონ პირველი იყო მეფე, რომელმაც თურქები ყაღურით გაყარა დასავლეთ საქართველოდან. არ გააჭაჭანა. გადაყარა ზღვაში და გაუშვა იქეთ ბათუმს იქეთ გადარეკა. ამ კაცის სახელზე ერთი ოთახი არ უნდა იყოს, ეს ხო უზარმაზარი ისტორიაა. მე ყველას ვეუბნები, როცა ბავშვებთან მაქვს საუბარი, აკაკი ბელიაშვილი წაიკითხეთ კაცო ოქროს ჩარდახი ბესიკ გაბაშვილის თავგადასავალი. აკაკი ბელიაშვილმა ბესიკი შემოიყვანა გმირი, ის გმირი იყო. უჩქუიანესი და გაუგანათლებულესი ადამიანი შემოიყვანა გმირი, რომ ეჩვენებია მაშინდელი რუსეთი რას აკეთებდა საქართველოში, დასავლეთში და აღმოსავლეთში. ეჩვენებია, ესეთი მწერლები ჰყავდა. მიხეილ ჯავახიშვილს რატო გაუყარეს ტყვია შუბლში? იმან აჩვენა არსენა მარაბდელი კი არ, არსენა მარაბდელი ერთი ყაჩაღი კაცი, კეთილშობილი ადამიანი, მაგრამ არსენაზე კი არ არის ის რომანი. ის რუსეთ-თურქეთის ომზეა და მაშინდელ გძირ გამოპალ საზოგადოებაზე, რომელმაც შეახოცა ხალხი იმ ომს და რომელიც დასრულდა, მერე დაასრულა ლენინმა იმით, რომ მთელი სამხრეთ საქართველოს ქართული კულტურა, ჯიში, ჯილაგი, კულტურის ცენტრი გადაცა თურქებს. ეს აჩვენა მიხეილმა. ვინ იყო ეს კვაჭი კვაჭანდირაძე? არავინ, ერთი აფერისტი ბიჭი იყო, შემოიყვანა გმირად მიხეილმა, რომ ეჩვენებია მაშინდელი დამპალი რუსეთი თავის დამპალი ეკლესიით. ეხლა ერთმორწმუნეს უძახია. ეს მინდა რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ და ოქროს ჩარდახი არის ერთ-ერთი მაჩვენებელი იმ ეპოქის მე-17 საუკუნის. სხვათა შორის 1964 წელს ის როგორც ოქროს ჩარდახი აღმოაჩინეს ჩემმა უფროსმა თაობამ. მე მხედველობაში მაქვს ტურიზმი. დიახ. კუკური კენჭაძე და მისი სამეგობრო, რომელმაც აღმოაჩინეს, რომ ეს არ არის საბჭოთა მშენებლობა, იქ 7 ოჯახი, ჩემი მეგობრები ცხოვრობდნენ რა, ჩემი ოჯახის მეგობრები და მისეს იმ ადგინები დაიშალა ეს ოქროს ჩარდახის ზედასართული. ზედასართული დაიშალა და რაც არის დღეს აივნები გაკეთდა მაშინ. და იქ იყო ტურისტული კლუბი ოქროს ჩარდახი.
მთელი ისტორია ეგ მე მკითხეთ. მე როგორ გამithარდა ეს და რა უბედურებები დაატრიალეს. ვერც ერთმა ორგანიზაციამ ვერაფერია ვერ მოძოვა, იმიტომ რომ ის ააშენა ტურიზმმა, წაართვეს ტურიზმს და იმ საწყალმა ჯიჭარაძის ბიჭმა გადაარჩინა დაწვას და გაუბედურებას. და დღეს დაშალეს რაღაცა სასწაული ჯიღა დაადგეს თავზე და არანაირი ფუნქცია ამ უზარმაზარ უძველეს შენობას მე-17 საუკუნის. ჩვენ რამდენი გვაქვს ძველი შენობები ქუთაისში? ერთი ეგ არის მე-17 საუკუნის, ბაგრატის ტაძარი მე-11 საუკუნის, ძალიან შენი წაშლილია. წმინდა გიორგის ეკლესია დაიშალა. ეხლა ახლანდელ მერიის შენობის წინ იქ სადაც ხო, იქ სასაფლაო იყო და წმინდა გიორგის ეკლესია მე-9 საუკუნის. ჩვენ ხო არაფრის მორიდება არ ვიცით, არაფერს ჩვენ არ უვლით, არაფერს აბსოლუტურად. ბაღის თაობაზე რა აზრის ბრძანდებით, ელოდით თუ არა, რომ დღეს ცენტრალური ბულვარი, რომელიც ასე უყვართ ქუთაისელებს, დასრულდებოდა და ღია დახვდებოდათ? იმ ბაღთან არის ჩვენი ახალგაზრდობა და არა მარტო. მთელი ისტორია. ეხლა მე კარგი შეკითხვა დამისვით და აი როგორც გულზე აი ესე მხვდება და გეტყვით ეხლა რა მაქვს ხედელობაში. ის რომ ქუთაისში რაღაც განახლება ხდება, ამას დიდი ბედნიერება არაფერი არ არის. მაგრამ ამ განახლებას თუ გემოვნება არ ახლავს თან, აი ვინც ეს ბაღი დააპროექტა. ხო, ლამაზია ახლა ბორდიურები გაკეთდა, გრანიტის ფილებით ამოჭედილი, იატაკის ფილები აღარ არის ბეტონის, ხო, ნუ იქეთ გაიწია ბაღმა შესანიშნავი იდეა, შესანიშნავი ფანტანის შადრევნები დაემატა. ბიჭო იმ კაცის ცოდვას სად მივდიხარ, რომ დაუნგრიეს და გააგდეს მოკვდა საწყალი პიკენტი. გარდაიცვალა, გადაყვა მის სანაყინეს. ჩემი ბავშვობის სანაყინე. გადაყვა ეს კაცი. რა აუცილებელი იყო იმ კაცის იქედან გაგდება, დღემდე ვერ მივიღე პასუხი. კარგი პიკენტის თავი დავანებოთ, სამართალსა უგანათლებულესი ადამიანი. ქუთაისი არის რეზო გაბრიაძის ქალაქი. სევდიანი რეზო გაბრიაძის ქალაქი. აი სევდა დავარქვი მე რეზოს. და ის კედელზე რო ჩამოიარი, ჩამოკიდებული რეზო სურათი, ეს არის რეზო? ეს არ არის რეზო. ეს არ არის რეზო. აი გემოვნებაზე როცა ლაპარაკობ, აქედან შევდივარ ზუსტად რომ უგემოვნო ადამიანი მერიაში კი არა, სახლში არ არის შესაშვები. სახლში არ არის შესაშვები. დღეს როგორ ქუთაისელი ყავს რეზო გაბრიაძე და მისი მცირე არქიტექტურა არ უნდა იყოს ქუთაისში? ჩიტი ბორია. აი გამახსენეთ ჩიტი ბორია. შერეკილები. იმერლები კაც რომელიც გაფრინდნენ. და რომელი ერთი ეხა პერფორმანსს ვაწერებენ ჩვენები ეხა მისი იუბილეი იყო ისე გამიხარდა რიონის თეთხიძე გაკეთდა ეს ნუ ეს შემოვევლებ მაგრამ ეს დამთავრდა მორჩა აბა ერთი გაიხედეთ პოლონეთში შეიხედეთ იერუსალიმში ძველ ქალაქში კი არა აქეთ სავსეა ქუჩები მცირე არქიტექტურით საოცარი ქანდაკებებით საოცარი ხასიათებით ჯიკარი თავი დავანებოთ იმას რომ მიზანდარი გვყავს ჩვენ აგერ ლომები გვყავს ჩვენ ქუთაისში ლომები სამხატვრო სკოლა უძლიერს რეზო გაბრიაძის რო არაფერი არ ჭაჭანებს ქუთაისში ამაზე გვიждები ეხლა ეს ამხელა პარკი ხო გააკეთეს ჩემთვის კაპიკია ფასი გავივილი იქ რა თქმა უნდა ეს იმას ანიშნავს ახლა მე ქუთაისში შევიძულო მაგის გულისთვის მაგრამ იმათმა დახარჯეს ისეთი ფული იქ რომლითაც შეიძლებოდა ერთადერთი ადგილი ქუთაისში სადაც ტურისტი იღებს სურათს არის ცენტრალურ მოედანზე შადრევანი და იმასაც დაანგრევას უპირებენ ვიღაცა ცხელტვინიანი ამას მიშამ გააკეთავ და ეს უნდა დაინგრესო და კონცეფციაზე მუშაობენ იქ რა დავაყენოთ ახლა გეკითხებით ეს ავანტყოფები არ არიან კაცო დაანებეთ ჩემ ქალაქს თავი მე პირადად მომწონს ძალიან ის შადრევანი დაანებეთ ჩემ ქალაქს თავი არ არის ეს თქვენი საღლაბუცო თემა არც ერთი თქვენგანი არ ვარგა იმისათვის რომ იქ ახალი რაღაცა გააკეთოთ იმაზე უკეთესი ვიდრე დღესაა ქუთაისში ნუ ამახინჯებთ თუნდაც იმას რაც არის და იყავით ცოტა თვით კრიტიკულები
ცოტა გვიან კი არის, მაგრამ თემასთან ახლო არაზე ჩვენ საუბრობთ და თეთრი ხიდი. მოგწონთ ეს თეთრი ხიდი, რაც დღეს ყო? არა, არც მომწონდა არასოდეს. მე თეთრ ხიდს მივაბამ რიონის ხეობას. ჩემი ღრიალი იღებდა ყველაფერს. ის ტოტი, რომელიც ჩამოიტანა შაშანწინ წყალმა, ახლაც ხიდის ბურჯზეა მიყუდებული. აი ეხლაც ამ წუთში და გარშემო ბალახებია ამოსული და აკოთებულია. ქალაქში რო გავივლი, ეს ქვები ისეა მოჭრილი და ისეა დაგებული უნამუსოდ. ნუ კისერს რომ მოიტეხავს კაცი. აღარ უნდა დავბრძენდეთ ცოტა, აღარ უნდა გვეტკინოს გული ამ ქალაქის გამო. ქუჩაში ვერ გაგივლია, იმიტომ რომ წყალი ამოასხამს და ადგამ ფერს რაღაცას. იმიტომ კი არა რომ კაცო, გასაგებია ეხლა რომ ექსპლუატაცია უნდა ყველაფერს, მაგრამ სანამ არ დაიქცევა ქვეყანა, მანამდე ხელი არ უნდა მოკიდო. რიონის ხეობა არ უნდა გასუფთავდეს. აი ბუნდღლე რაღაც საოცრებები რო არის ამოსული კედლებზე და არ ჩანს. განსაკუთრებით ხიდები, შუა საუკუნეების კედლები, იქ სადაც ეს ფილმია გადაღებული, კაცო, ვერისუბნის მელოდიები და ულამაზესია ეს კედლები რა იქა. არაფერი არ ჩანს, კაცო. აღარაფერი აღარ ჩანს, არა და ის ძველი კედლებია ისტორიული. ვარშავა გაანადგურეს გერმანელებმა ჯერ, მერე აქედან რუსებმა გადაუარეს და ააშენეს თავიდან და ანთებულია ხანე რო გახვალ ვარშავაში ძველი ვარშავის ადგილზე. ახალია ფაქტიურად აგურის კედლები ისეთი ლამაზია ღამით და აქ ვერ გაანათებ ვერაფერს, იმიტომ ნაგვითაა სავსე რიონის ხეობა თავიდან ბოლომდე, არა და რიონის ხეობაზე ლამაზი. მე ხეობა მდინარე სადმე სხვა ქვეყანაში არ მინახავს. თავისი თეთრი ქვებით. მაშინაც კი როცა რიონი მოდიდებულია, ულამაზესია. და თეთრი ქვები როცა ჩანს, ეს საერთოდ არის ზღაპარი, გაქვავებული მდინარე. ხალხო, მარტო მე დავრჩა ეს ნოსტალგია წესრიგისკენ, მეც ქუთაისში ვარ გაზრდილი. მარტო თქვენ არ ახართ. არ შეიძლება ჩემი ქალაქი დასუფთავებული იყოს. რა ფუნქცია ქალაქის მერიას ამიხსენით ერთი ამაზე უფრო მეტრი რომ სუფთად იყოს ქალაქი. არ მინდოდა დღეს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ უკვე აღარ შეიძლება. რიონის ხეობა ჭირდება ერთი დიდი ბრიგადა, რომელიც სამ თვეში ერთხელ და წელიწადში ერთხელ კი არა, ყოველ დღე ჩავა, გააკონტროლებს და მონიტორინგს ჩაუშვებს იქ, საიდან მოდის ეს წყალი, რა წყალი მოდის ეს და როგორ შეიძლება გაკეთდეს, რომ რიონმა არ წამოიღოს ამდენი ნაგავი. წამოიღებს, ზემოთ მოსახლეობა. შენ მიტო გაქვს თავი მხრებზე და მიტო ქვია ქალაქის თავი, რომ მიხედო ყველაზე მთავარს, ულამაზეს, უსაყვარლეს რიონის ხეობას. მე რიონი მახსოვს იყო სუფთა. რიონი სუფთა მე აღარც მინახავს უკვე ბოლოს. არ შეიძლება ასე ცხოვრება. დღესო ვიძახით, ჩვენ ტურისტულია ქალაქი. ტურისტული კი არ არის, ჩვენ ძვლებზე გადაიარა იმან, რაც მოვხიკეთ. ჩვენ ძვლებზე ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. მერე აღარ არის უკვე, დამთავრდა. ის რაც არ ვითარდება, ის მკვდარია. თუ არ ვითარდები, ესე იგი შენ მოკვდი. და მყავდა ეხლა რამოდენიმე ჯგუფი. ისრაელიდან ჩამოვიდნენ მეგობრები. კოტეო, ეს ის ქუთაისი აღარ არის მეთხრეს. აი როგორი გულით იცი? აი რა გქონდათ მხედველობაში, რა არ მოეწონათ? რასაც მე ახლა გეუბნებით. გზებს რო შეხედავ, გზას მანქანები რო დადის. და როდის ამოვარდება ეს ყველა და გაგიხეთქავს თავს. ამაზე მეტი უბედურება რა უნდა იყოს? მე აღარ ვლაპარაკობ ჩემი მანქანის საბურაები რამდენჯერ დაჭრა ამოყირებულმა ქვამ. არავის არ ვამადლი, მაგრამ შენ ძაღლო მამაძაღლო როზი ხარ იქ? და ესეთ რაღაცას ჩაგივარდება, მეორე დღეს უკვე ჩავარდნილია ქუჩა. რატო აკეთებ ამას? რატო აკეთებ ამას? ამიხსენი. რა გახდა ამ რიონის ხეობის გაწმენდა ჩამოტანილი ველური ხეებისგან? ასე ძნელია? არა, ალბათ არ არის. ნაგავის გატანა რო არ იყოს აკოთებული ყველაფერი საღამოს, ასე ძნელია?
ბატონო, დღევანდელ დღეს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც არის ქუთაისელი და რომელიც კიდევ ერთხელ დაусმევ ხაზს იმას, რომ ეკონომიკურმა სიდუხჭერემ წაიყვანა უცხოეთში, სხვის ქვეყანაში სამუშაოდ, ნატრულობდა დღეს ქუთაისში ყოფნას, იმიტომ რომ ქუთაისელებს ძალიან გვიყვარს ჩვენი ქალაქის დღესასწაული, ორმაისობა, კვირილობა. იმ ადამიანებს რას ეტყოდით? უნდა ჩამოვიდნენ თორე აქ მიმაც გასაკეთებელ საქმეს ხო ვერავინ ვერ გააკეთებს. ძნელია ახლა ეს რასაც მე ვლაპარაკობ. მაგრამ მე თუ ცხოვრობ აქ გაჭირებით და რაღაცა კიდე მინდა თუნდაც ვლაპარაკობ ესო ხერი. ახლა ბევრი არის იქ ისეთი, როგორ იცი? კარგად არის. სამუშაო აქ, ხელფასი აქ და იქიდან გვარიგებს ჭკუას. კი, ეს კატეგორიაც არის, კი. საკმაოდ. იცით მე აი აგრესიულები არიან. როგორ თქვენ? აი ამსეთ მესჩანობას ყოველთვის გაურბოდი და გაურბივარ. არის მეორე კატეგორია, რომელიც დარწმუნებული ვარ გვისმენს, ან მოგვისმენს. ტირიანი გესმით? იმიტომ რომ აქ ვერ გააძლეს, ვერ გააკეთეს. თქვენ წარმოგიდგენიათ მე რამდენჯერ ყვები ამას და უკვე ჩემი თავიც მეზიზღება იმის გამო რომ სულ აი მაშინ იყო, არაფერი არ იყო. ხალხი მუშაობდა უბრალოდ. რა ჩაკეტილი ვიყავით. წარმოება მუშაობდა, მრეწველობა იყო. ყველაფერი იყო ფაქტიურად. ხალხს ესე კანონი იყო, ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს. დღეს ახლა შესაძლოა თუ გვისმენენ და დარწმუნებული ვარ გვისმენენ, შესაძლოა გაგკითხონ ხომ არ გენატრებათ ის კომუნისტური დრო თქვენ ხას უსმევთ იმას, რომ სამუშაო რომ იყო და ადამიანები საკუთარ ქალაქში ქმნიდნენ და მოღვაწეობდნენ. აი ამაზე გწყდება. დღეს აღარაფერი აღარ არის ჩვენ ქალაქში, წარმოება არ არის და ადამიანები გარბიან სხვაგან. არის ელემენტარული რამ. როდესაც კანონი აღარ კანონობს და ადამიანს მიუშვებ თავის ნებაზე, ის ნებისმიერ ცხოველზე უარესია. თქვენ წარმოგიდგენიათ, ხანდახან რო გადავავლებ თვალს, ქალაქში იყო მრეწველობის ყველა დარგი, ხაზს უსვამ. ყველა დარგი. მანქანამშენებლობიდან მოწყებული, ქიმიური დამთავრებული. კი ბატონო. სუბუქსზე და კვების მრეწველობაზე, გადამამუშავებელი მრეწველობაზე აღარ ვლაპარაკობ. ვინ ჭანჭიკი აღარ დარჩა ქუთაისში ისე გაიტანეს ყველაფერი თურქეთში. რატო? იმიტომ რომ იქ უთხრესო პრივატიზაცია უნდა წავიდეს, მაგრამ არავინ არ თქვა ესო პრივატიზაცია უნდა წავიდეს, მაგრამ იმან თავის ფუნქცია უნდა შეასრულოს. ეს იმას ნიშნავდა, რომ საამშენებლო სამმართველოები ამხელა ჩახ დანადგარები ყველაფერი გავიდა კაპიკებში გაყიდეს თურქეთში. წარმოება დაიქცა, წარმოებას მიყვა ჩვენი რა ქვიან ინსტიტუტები, რომლებიც საინჟინრო ინტელიგენცია იქ მზადდებოდა და განსაკუთრებით პროფტექნიკური სასწავლებლები. არც ერთი აღარ არის ფაქტიურად ცოცხალი. კი ბატონო, მუშახელის ნაკლებობაც იმიტომ გვაქვს სამშენებლო სფეროში. ბატონო, მაინც მინდა რომ არ გვეზეიმება მე მესმის ყავს პოლიტპატიმრები, ქვეყანას უჭირს, გაურკვეველია ცოტა არ იყოს ჩვენი მომავალიც, არც მანდ და მაინც ეკონომიკური სიძლიერით გამოვირჩევით მოსახლეობა მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მთავრობა გვეუბნება რომ 9 ჯერ გაიზარდა. ეს მთავრობა უნდა წავიდეს. მაინც მინდა ბატონო, რომ დადებით ტალღაზე დავასრულოთ ჩვენ დღევანდელი. დადებითი ტალღა არის ჩემი ხალხი. ჩემი ხალხი. ეს არის ჩემი დადებითი ტალღა. მე არავისგან არაფერს არ ველოდები. მე არ ველოდები ამერიკა როდის მოუგრიხავს რუსეთს კისერს და ან რუსეთი კიდე ვიღაცას იქ ჩაჩეჩქვავს. ჩემი ხალხი უნდა მოვიდეს აზრზე. და მისი ხელით შექმნას ისე როგორც ისრაელმა შექმნა საკუთარი თავი, ისეთი როგორც ის არის დღეს. ჩემი ხალხი იღუპება ავადმყოფობით. იქ კიდე აცოცხლებენ ხალხს. ურთულესი ავადმყოფობებიდან კურნავენ. ჩვენთან ეს წაშლილია უკვე. რატო? იმიტომ რომ კიბის ქვეშ დამთავრებული უნივერსიტეტებით არის სავსე ჩემი ავადმყოფობები და იურისპრუდენცია და ყველა დარგი აბსოლუტურად. სანამ ამაზე უარს არ ვიტყვით, არ აშენდება ქვეყანა.
ისრაელი ჩემთვის არის ნომერ პირველი მაგალითი. როგორ царიელ ტარიელ ადგილზე წყალი რო არ არის იყო და არ არის რეალურად. ხახმა აშენა 64 და ვერა ხელს ვერ კიდევს, ვერა გარშემო არის სულ მტერი. თითი ვერ დააკარეს, ვინც კი დააკარა თითი, იმ თითის გარეშე და ხელების გარეშე დარჩა. და ასე იქნება სულ. ეს ხალხი არის ძლიერი ხალხი. ქართველები უფრო ძლიერები არიან, მაგრამ ჩვენ ბოლო 300 წელი ხელი გაუშვით ხმალს, აბა ომიგდათ ეს ბალთაყვები ხალხს აგიჟებენ და ბევრს ჯერა ომი რა შვიდობა იყოს კაცო და თუ გინდა ხვალ გამიცხია სული. აი ესეთი მენტალობა ჩამოყალიბდა დღეს ძალიან ბევრში, მაგრამ თლათ ასე არ არის. ახალგაზრდა თაობა გვყავს ჩვენ. ახალგაზრდა თაობა შესანიშნავი ბავშვები რა, უჭკვიანესი ბავშვები. ცალ-ჯიბეში რო ჩამისვამენ თავისი ცოდნით და თავისი შემართებით. აი ესეთი ახალგაზრდები მოდიან. მოდით იმ ახალგაზრდებს, იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენ გეთანხმებიან, ან შესაძლოა სულაც არ გეთანხმებიან მოსაზრებებში, ყველას მიულოცოთ დღევანდელი დღე, იმიტომ რომ ჩვენი ქალაქი არის ძალიან დიდი ისტორიის და ეს დღესასწაულიც დაფუძნებულია ქველმოქმედებასა და თანადგომაზე. ისტორია დღევანდელ დღეს იცით თქვენ როგორი აქვს და ასეც გაგრძელებული იყოს ქუთაისში. და გაგრძელდეს. და რა თქმა უნდა უკეთეს ქალაქში გვეცხოვროს. უფრო მეტნი უნდა ვიყოთ და ყველანი ვინც წასულები არიან ჩვენი ქალაქიდან და არა მარტო ჩვენი ქალაქიდან ისეთი პირობები გქონოდეს საქართველოში რომ საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებულიყვნენ და აი ნამდვილად ხშირად ახსენებენ ღირსებით და ბედნიერად და საუკეთესო პირობებში ეცხოვროთ ამ ადამიანებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ თქვენთვის ყველაზე ძვირფასი და საყვარელი ქალაქის დღესასწაულს. მე ვიცი თქვენთვის რამხელა ადგილი უჭირავს ქუთაისს და მე ვიცი რომ თქვენ ბერძლებთ ამ ქალაქის გარეშე და ამიტომ უპირველეს ყოვლისა თქვენ გაეხარებინოთ ამ ქალაქის წინსვლას, წარმატებებს და კეთილდღეობას. დიდი მადლობა ჩემო კარგო. ამინ, გისმინოს. გილოცავთ ძვირფასო მაყურებლებო. ნამდვილად სადღესასწაულო დღე იქნებოდა ის პრობლემები რომ არა, რომელიც გვაქვს დღეს ქვეყანაში შექმნილი, მაგრამ იმედი დავიტოვოთ იმისა, რომ უახლოეს მომავალში გაცილებით უკეთეს ქვეყანაში, გაცილებით უკეთეს ქუთაისში ვიცხოვრებთ და გაცილებით ხალხმრავალი იქნება ჩვენი ქალაქიც. მადლობა რომ გვიყურეთ. დაგემშვიდობებით ერთმანეთს შევხვდებით ორშაბათს მეგატივის არხზე 20 საათსა და 30 წუთზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 8 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ, ხოლო 11 ნოემბერს პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღე დაწესებს. აღნიშნული შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. ჩვენი მრავალი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს ზეიმობს, მაგრამ ჩვენ ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე გაცილებით მეტი გავაკეთეთ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისთვის. ჩვენ ორივე ომი მოვიგეთ, ვერავინ შეგვედრებოდა ძალით, სიმამაცითა თუ სამხედრო ბრწყინვალებით, მაგრამ ჩვენ არასოდეს ვზეიმობთ არაფერს. ეს იმიტომ, რომ აღარ გვყავს ლიდერები, რომლებმაც იციან, როგორ უნდა გაკეთდეს ეს. ჩვენ ვაპირებთ ისევ დავიწყოთ ჩვენი გამარჯვებების აღნიშვნა. წერს ტრამპი. პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატი კაროლ ნავროცკი, რომელსაც პარტია კანონისა და სამართლიანობის მხარდაჭერა აქვს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ოვალურ კაბინეტში შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს. როგორც მედია წერს, ოპოზიციური პარტია კანონი და სამართლიანობა, რომელიც ნავროცკის უჭერს მხარს, ტრამპის ძლიერი მხარდამჭერია. თეთრმა სახლმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ოვალურ კაბინეტში ტრამპისა და ნავროცკის შეხვედრის სურათები, რომლებზეც ხელის ჩამორთმევის კადრებია ასახული. პრეზიდენტმა ტრამპმა მითხრა, შენ გაიმარჯვებ, განუცხადა ნავროცკიმ პოლონურ მედიას. გამოკითხვის მიხედვით კაროლ ნავროცკი მეორე ადგილზეა და სავარაუდოდ თუ პირველ ტურში პრეზიდენტობის კანდიდატები ხმების 50%-ზე მეტს ვერ მიიღებენ, მეორე ტურში ნავროცკი მმართველი კოალიციის კანდიდატ რაფალ შაკოვსკის დაუპირისპირდება. ცნობისთვის პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს ჩატარდება.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინაში ომის საკითხზე გარღვევა ძალიან მალე უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, რამდენი დრო დაუთმოს ამ საკითხს. აღნიშნული შესახებ რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში ისაუბრა. ვფიქრობ, ვიცით, სად არის უკრაინა და სად არის რუსეთი, სად არის პუტინი ამჟამად. ისინი კვლავ შორს არიან ერთმანეთისგან. უფრო ახლოს არიან, მაგრამ მაინც შორს არიან. საჭიროა ნამდვილი გარღვევა ძალიან მალე, რომ ეს შესაძლებელი გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ვფიქრობ, პრეზიდენტს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. კიდევ რამდენი დრო დავუთმოთ ამას, განაცხადა რუბიომ. მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში ასევე ისაუბრა ჩინეთთან ურთიერთობის საკითხზეც და აღნიშნა, რომ ვაჭრობის საკითხზე ჩინეთს სურს ამერიკასთან საუბარი. ჩინელები გთხოვენ შეხვედრას, სურთ საუბარი. გვყავს ადამიანები, რომლებიც ამაში არიან ჩართული. ჩვენი ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი ჩართულია ამ ძალისხმევაში და ეს საუბრები მალე გაიმართება. კიდევ 2 წელი ამ მიმართულებით და ჩვენ დიდ პრობლემებში აღმოჩნდებით. ნამდვილად დამოკიდებული ვიქნებით ჩინეთზე, აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა. წიაღისეულის შესახებ შეთანხმება სამართლიანია და რატიფიკაციისთვის რა დასწარედგინება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინის მთავრობა დაინტერესებულია, რომ შეთანხმებაში შეფერხებები არ იყოს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაქო სამთავრობო გუნდი, რომელმაც ამერიკელებთან შეთანხმებაზე იმუშავა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი მომზადების პროცესში მნიშვნელოვნად შეიცვალა. ზელენსკის განცხადებით, ეს ახლა ნამდვილად თანასწორი შეთანხმებაა, რომელიც უკრაინაში მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა და უკრაინაში წარმოების მნიშვნელოვანი მოდერნიზაციის შესაძლებლობას ქმნის. გარდა ამისა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ წიაღისეულთან დაკავშირებით შეთანხმების ხელმოწერა ფაქტობრივად ვატიკანში ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრის პირველი შედეგია. შეთანხმებაში ვალში არ არის და იქნება ფონდი, აღდგენის ფონდი, რომელიც უკრაინაში ინვესტირებას განახორციელებს და ფულს აქ გამოიმუშავებს. ეს არის ამერიკასთან ერთად სამართლიანი პირობით მუშაობა, როდესაც როგორც უკრაინის სახელმწიფოს, ასევე შეერთებულ შტატებს პარტნიორობით შეუძლიათ ფულის გამომუშავება, რაც თავდაცვაში გვეხმარება, განაცხადა ზელენსკიმ. ამერიკელებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს წიაღისეულის შესახებ შეთანხმებას და საინვესტიციო ფონდის შექმნაზე შეთანხმდნენ. სტამბოლში შრომის დღის აღსანიშნავად გამართულ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ტაქსიმის მოედანზე დაკავებულთა შორის სტამბოლის პროგრესული ასოციაციის იურისტებიც არიან. შრომის დღის აღნიშვნამდე ერთი დღით ადრე ქალაქში უსაფრთხოების საგანგებო ზომები შემოიღეს. გადაიკეტა ქუჩების ნაწილი, მეტროპოლიტენის 7 სადგური და სამართალდამცველთა მობილიზაცია გამოცხადდა. საფრანგეთში მშრომელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციები მიმდინარეობს. მოქალაქეები დასაქმებულთათვის უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვენ. საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში აქცია პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც მედია წერს, რამდენიმე შეტაკება მოხდა აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის. მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ასევე რამდენიმე პირი ძალის გამოყენებით ტერიტორიიდან გაიყვანა.